რა გახდა საქართველოში საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის შეწყვეტის მიზეზი? არსებობს თუ არა მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების საფრთხე და როგორია ინფიცირებულების მდგომარეობა რეგიონში? ქეთი ჭყონია თემის დეტალებით. ქვეყანაში გაზრდილი ენტეროვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამო საჯარო სკოლებში მე-6 კლასამდე და საბავშვო ბაღებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი სამშაბათამდე შეწყდა. რეკომენდაციით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გამოვიდა. მინისტრის განცხადებით უქმე დღეებში დაწესებულებები გაძლიერებული სანიტარული წესით დამუშავდება. 61 სკოლაში უკვე დაფიქსირებულია შემთხვევა, შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები ინფექციის შემდგომი ესკალაციისაგან თავის დაცვის მიზნით. ჩვენ საპასუხოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს 22 და 23 მაისს შევწყვეტოთ სასწავლო პროცესი დაწყებით საფეხურზე. ეს დღეები ანაზღაურდება მომავალში, მაგრამ სკოლა გამოიყენებს ამ პერიოდს იმისათვის, რომ მოახდინოს სკოლის შენობის სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავება ინტენსიურად, როგორც სარეცხვის საშუალებებით, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით. რაც შეეხება მკურნალობის ტაქტიკას, საავადმყოფოებში ამ დღის მდგომარეობით რაიმე განსაკუთრებული ავრალური მდგომარეობა არ გვაქვს, თუმცა ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 7 ძირითადი სამოქმედო ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ შემთხვევებში და გვაქვს სარეზერვო ვარიანტები, რომ თუ აღმოჩნდა, რომ ადგილები ფიზიკურად არ არის საკმარისი, რა გეგმა ავამუშავოთ უახლოესი 1 საათის განმავლობაში. საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მენინგიტის 150-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 5 აჭარაში. სპეციალისტების განცხადებით რეგიონში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მედიკოსები დაავადების თავიდან აცილების მიზნით ერთ-ერთ მთავარ პრევენციას პირადი ჰიგიენის დაცვას ასახელებენ. რაიმე განსაკუთრებულ მატებაზე საუბარი ნამდვილად არ არის. ამ მხრივ ჯერჯერობით ნამდვილად სიმშვიდეა. ამიტომ ისევ და ისევ ძალაშია ხელების ხშირი დაბანა და გამდინარე წყლით აუცილებელია აგრეთვე გარემოს ზედაპირების სველი წესით დამუშავება, სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება და ცენინების ხველების დროს ისეთი მარტივი ელემენტარული ეტიკეტის დაცვა. არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ქობულეთში, რაც შეეხება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, აღნიშნული დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ ერთმა პაციენტმა მიმართა. ეს არის ვირუსული გენეზის დაავადება, რომელიც გადადის ფეკალურ-ორალური გზით. ვრცელდება უფრო სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვებში ძირითადად. მას ახასიათებს მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა, ღებინება, საერთო ინტოქსიკაცია. მკურნალობის თვალსაზრისით ყველა შემთხვევა დადებითად მთავრდება. ჩვენ წელს გვყავდა მხოლოდ ერთი შემთხვევა 7 წლის ბავშვი. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა არც ერთი არც საეჭვო შემთხვევა, არც დადასტურებული დიაგნოსტირებული შემთხვევა მენინგიტის. განახლდება თუ არა 27 მაისს სასწავლო პროცესი ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა მომდევნო შეხვედრა 26 მაისს გაიმართება და არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი.